ჩვენ უნდა ვიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, სადაც არც ერთი სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის ბაზა არ იქნება. საქართველოს ტერიტორია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით თავისუფალი უნდა იყოს როგორც ნატოს, ასევე რუსული ბაზებისგან. ეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების და ეკონომიკური აღმავლობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ეს ტერიტორიული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნინო ბურჯანაძის ამ ინიციატივით გამოდის. თქვენ უყურებთ ინგა გრიგოლიას დღის ამბებს 4-ზე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. უბლოკო სტატუსს გვპირდება ნინო ბურჯანაძე. რუსულ პენსიებსა და ევრაზიულ კავშირზე დაპირება უკვე მივიღეთ ერთი თვის წინ შექმნილი ეგრეთ წოდებული ცენტრისტებისგან თემურ ხაჩიშვილის და ვლადიმერ ბედუკაძის ხელმძღვანელობით. დღის ამბებში წარმოგიდგენ დისკუსიას გაერთიანებული დემოკრატებიდან გიორგი ახვლედიანი, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, მერაბ მეტრეველი, ცენტრისტები, თემურ ხაჩიშვილი და რეფორმატორებიდან ირაკლი ღლონტი შემოგვიერთდება ძალიან მალე მოახლოებული არჩევნები და საგარეო ვექტორები. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე მინდა დავიწყო საუბარი გიორგი ახვლედიანისგან. თქვენ ნებართვით, იმიტომ რომ ნინო ბურჯანაძის ცხელ-ცხელი ინიციატივა შეიძლება ასე დაერქვას. რა ხდება ზოგადად ქართულ პოლიტიკაში? ანუ ქართულ პოლიტიკაში 2016 წლის არჩევნების წინ უკვე საგარეო ვექტორები ძალიან გამიჯნული აღმოჩნდა ერთმანეთისგან. თუ ადრე ყველა პარტია ცდილობდა რომ დაემტკიცებინა რომ იყო პროდასავლური, ეხლა წავიდა უკვე ღიად ან რუსულ ინტერესებზე საუბარი და თქვენგან უკვე წავიდა რაღაც ერთგვარ შუალედურზე. რა არის ქართული ინტერესზე საუბარი? აი რა არის ეს ქართული ინტერესი? მითხარით იმ ტიპის სახელმწიფოსთვის, როგორცაც საქართველო წარმოადგენს. მოგესალმებით. მივესალმებით სტუმრებს, მივესალმებით მაყურებელს. დიახ, ეს არის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, ჩვენ ასე უდგებით ამ საკითხს და საზოგადოებას ვთავაზობთ პრაქტიკულად მთელი ამ 25 წლის განმავლობაში ერთი ადგილის ტკეპნის დასრულებას და სრულიად ახალი პოლიტიკური აქტივობების განხორციელებას, სრულიად ახალი შეთავაზებების ინიციირებას, სრულიად ახალი ხედვების წარმოჩენას, სრულიად ახალი შესაძლებლობების შექმნას ჩვენი ქვეყნისათვის, რომელიც აქამდე არსებული რეალობიდან გამომდინარე, სანამ გამოკვეთილად სახელმწიფოს მთავარი ამოსავალი წერტილი იყო სწრაფვა ერთ კონკრეტულ ორგანიზაციაში, ამ შემთხვევაში ნატოში, ეს შეუძლებელი იყო. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო უნდა იყოს უბლოკო სტატუსის მქონე ქვეყანა. ეს არის ამ შემთხვევაში გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ საქართველო არ უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე და როცა გულისხმობთ საქართველოს ტერიტორიას, გულისხმობთ არა მარტო კონტროლირებად ტერიტორიას, გულისხმობთ აფხაზეთსაც და ცხინვალის რეგიონსაც, რომ აი ამ ტერიტორიებზეც და მთელი საქართველოს მასშტაბით არ უნდა იყოს არც ერთი უცხო ქვეყნის ჯარი და ეს ჩვენ გარანტირებულად კონსტიტუციაში უნდა ავსახოთ. ეს არის თავარი წინაპირობა რისთვის, ინგა? ეს არის წინაპირობა იმისა, რომ საქართველოს დემონსტრირება მოახდინოს მთელი მსოფლიოს გასაგონად ეს ერთი და უპირველეს ყოვლისა თავისი მეზობლების გასაგონად და რა თქმა უნდა ყველაზე დიდი პრობლემების მქონე რუსეთის გასაგონად ჩვენთან მიმართებაში. ეს არის ის, რომ საქართველოს არ არის და არ იქნება არც ერთი თავისი მეზობლისათვის საფრთხის მატარებელი სახელმწიფო. ამ ტერიტორიაზე არ განთავსდება არც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის ამ შემთხვევაში ძალიან საფრთხის მატარებელი იგივე მისთვის მტრულად განწყობილი ნატოს სამხედრო ძალები და თქვათ იგივე ანუ ამას ვაკეთებთ რატომ რომ რუსეთს გაუწიოთ ანგარიში და შემდეგ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ რაზე? ეს არ არის მხოლოდ რუსეთის ინტერესის გაწევა. ჩვენ ქმნით იმ წინაპირობას, რომ რუსეთი დავაინტერესოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტით. კი, რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთი დღის გადასაწყვეტი საკითხი. ეს არ არის ის, რომ ჩვენ ჩავწერთ ამას კონსტიტუციაში და მეორე დღეს ეს პრობლემა მოგვარდება. არა, მაგრამ ჩვენ ქმნით იმ წინაპირობას, რომ საქართველოს, რომელიც რუსეთისათვის მუდმივად საფრთხის მატარებელია, სწორედ ესეთი მისწრაფებების გამო უარს ამბობს ორგანიზაციაში გაწევრიანების, კონკრეტულ ორგანიზაციაში და სამხედრო კოალიციებში გაწევრიანებაზე და ამბობს, რომ ეს ყველაფერი გარანტირებულად განხორციელდება საქართველოს ტერიტორიების მთლიანობის აღდგენის ფორმატში. შესაბამისად, ჩვენ რუსეთს უჩენთ мотивაციას დაინტერესდეს საქართველოს ტერიტორიების მთლიანობითაც და დაინტერესდეს იმითი, რომ მას სამხრეთ საზღვარზე ნამდვილად კონსტიტუციაში გარანტირებულად ჩადებული პოსტულატით ექნება ეყოლება სახელმწიფო, რომელიც მასთან ომზე კი არა, იფიქრებს მშვიდობის აშენებაზე. ჩვენ უნდა მივცეთ რუსეთს რაღაცის გარანტია, ასე გავიგე მე და გადავდივარ არა. ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობებით, შევქმნათ დიალოგის წინაპირობები და შემდეგ უკვე გავაჩინოთ ინტერესი ამ შემთხვევაში რუსეთთან მიმართებაში, რომელთანაც გვაქვს მოსაგვარებელი პრობლემა. მადლობა ირაკლი, მე მინდა თქვენთან გადმოვიდე შეკითხვით. როდესაც თქვენ იგებთ მსგავსი ტიპის განცხადებებს, მაგალითად რომ აღარ ვლაპარაკობ იმ შემოთავაზებებზე, რაც ცენტრისტებისგან მივიღეთ, თემურ ხაჩიშვილი ალბათ ცოტა ხანში ისაუბრებს ამ შემოთავაზებაზე,
კიდევ ერთხელ, აი მაგალითად ნინო ბურჯანაძის გუნდის ინიციატივა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ უბლოკო სტატუსი რუსეთთანაც და დასავლეთთანაც ჩვენ უნდა გქონდეს ერთგვარი ანგარიშის გაწევა. ან პირიქით უნდა ჩავხსნათ ყველაფერი რა არის ეს? ინგა, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ სტუმრებს. მე პირველ რიგში მინდა ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც ახლა აქ სამწუხაროდ ჩვენ არ ვსაუბრობთ ამერიკელებს და ამერიკელ ხალხს მიულოცოთ დღევანდელი დღე, ისინი 240 წლის თავს ზეიმობენ დამოუკიდებლობის დღიდან. წარმატებებს უსურვებ ჩვენს პარტნიორს და მე მჯერა ჩვენი და ამერიკელი ხალხის მეგობრობის და პარტნიორობის. რაც შეეხება ქალბატონი ბურჯანაძის ინიციატივას, მე ყურადღებით გავეცანი გიორგისთან მეგობრობ, კარგი ურთიერთობა მაქვს ქალბატონინოსთანაც. უბრალოდ განსხვავებები ძალიან ბევრია ჩვენი პოლიტიკური ხედვებიდან გამომდინარე და ვთვლი, რომ ეს არის შეცდომა, ეს ჩემი შეფასებით, ჩემი ვარაუდია, რომ ეს არის გათვლილი წინა საარჩევნო ხმების მობილიზების მიზნით, ეს ვერ გამოადგება ჩვენ ქვეყანას. უბრალოდ არის ინტერესები, ესაა უკვე წინა ქართული ინტერესებით რომ სამწუხაროდ პოლიტიკოსები ვაპელირებთ, მოდი ამაზეც შევთავაზოთ, მე პირდაპირ ჩემ თავი დავიწყებ. ყველა ვაკეთებთ ამას სამწუხაროდ, ძალიან ცუდია, ძალიან არასწორია, ანტისახელმწიფოებრივია, მაგრამ სამწუხაროდ წინა საარჩევნო ხა რუსული პენსიებიც ხო გათვლილი არის იმისთვის ბატონი ხაჩიშვილის წინა საარჩევნო გამოჩინა და მე ახამდე ვერ ვხედავთ იმას იგივე სხვები, რომ აი წინა საარჩევნო აკუმულირება მოხდეს გარკვეული ძალების, რომლებიც ფიქრობენ, რომ დასავლეთი უინტერესოა და ამაში პირველი დამდამშავე უნდა მოვძებნოთ ჩვენ ნაციონალურ მოძრაობაში და შემდეგ ქართულ ოცნებაში. აქ თავარი რა არის? სამხედრო ნეიტრალიტეტი, ეს ტერმინი საქართველოს რეალობას არ გამოადგება და ვერ გამოადგება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მეზობელი არის რუსეთი და ამით დამამთავროთ. ყველაფერი. ეს არის უბლოკო სტატუსი და უბლოკო სტატუსი, სამხედრო ნეიტრალიტეტი, ხა მოდი შევთავაზოთ. სიტყვების კომბინაცია და მეტი არაფერი სხვა მიმაჩნია ტერმინებს ნუავრებთ. ეს არის მე არ ვრევ მე ჩვენთან დავაფიქსირებთ თქვენ კომენტარში უნდა შეთანხმდეს თელი სოფლიო რომ ნეიტრალიტეტი და სამხედრო თუ სოფლიო უნდა შეთანხმდეს სოფლიო აი დღეს გამოვიდა და უმრავლესობა 57 ქვეყანა ეუბნება სოფლიოს ბოდიში გიორგი 57 ქვეყანა დღეს საბედნიეროდ ეუბნება ერთ ქვეყანას რუსეთს რომ უკან წაიღე შენი ბინძური პოლიტიკა შეასრულე 2008 წელს მიღებული ესა ვალდებულებები დაიწყე მიეც საშუალება დევნილებს ოკუპირებული ტერიტორიიდან დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში და მიეც გაიყვანე შენი შეერაღებული ძალები. აი ეს არის სოფლიო პოლიტიკა, არ არის ბოდიში. ეს არის გიო მაბატი დავამთავრებ. გიო მასალე არ გამოგვივა საზოგადოება დაიბინა, მოდი არ დავამტკიცე. დღეს სოფლიოს ცივილიზებული ნაწილი და საბედნიეროდ უმრავლესობა ერთ ქვეყნის წინააღმდეგ გვერდიანდებით. ეს არის რუსეთი, ეს არის არაპროგნოზირებადი, მტრულად განწყობილი საქართველოს მიმართ. ყველას მიმართ. არ არის ხა თავი დაბაშიძე. ხაჭაპურის ჭამის რეჟიმში და მიიღო რა. რა, გიო მაცა. რა მიიღო? აბაშიძე კარასინი თავიდან რო შეიქმნა ვაპროტესტები რა მივიღეთ ამაზე მე უნდა დავსვაკეთ აბაშიძე კარასინი რატომ მომყავთ გარდა იმისა რომ აბაშიძე ტერიტორიაზე რატომ მომყავთ აბაშიძე კარასინი кейსი და მაგალითი იცი ეს არის ერთ-ერთი გადადგმული ნაბიჯი თითქოს ბიზნესვალიშვილის ხელისუფლების რომ თითქოს ნორმალიზებას დაიწყებდა ნორმალიზება კი არა უარესად გავიფიქრეთ უარესად შევირცხვინეთ ჩვენ თავის საერთაშორისო ასპარეზზე და მივიღეთ რა ამ ვითომ ნორმალიზების პროცესის შემდეგ გამოდის ეს კარასინი ეს ბინძური სახელმწიფოს, ბინძური პოლიტიკოსები და კიდე თინს გვიქნევენ რომ ჩვენ ნერვებსაც საზღვარი აქვს. ჩვენ ნერვებს არ აქვს საზღვარი, ჩვენ სინდის და ნამუს არ აქვს საზღვარი. როდემდე უნდა ვიყოთ ამ თითქმის რეჟიმში. არავითარ შემთხვევაში გავაგზავნოთ პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან გავაგზავნოთ პარტნიორობა 50 გამოდის რომ ჩვენ არ გვაქვს ინგა მე მინდა გითხრათ სალსახად ჩამოვაყალიბოთ ჩვენ მოდის აი დავასრულოთ და ერთი წუთი მჭირდება და შემიძლია საერთოდ დავტოვოთ დღევანდელი თემა მე მინდა თქვა მნიშვნელოვანი დიახ მე მინდა თქვა ჩვენ არ გვაქვს ალტერნატივა ჩვენ არ გვაქვს არავითარი გზა საიმისოთ რომ არ მოვიაზრებოდეთ სამხედრო ორგანიზაციაში და ეს ბლოკი და ნეიტრალიტეტი ეს არის ჩემი აზრით მე შეურაცხყოფა და არა ეს არის ჩვეულებრივი რუსული კურსი რატო ჩვეულებრივი შეფარული გიორგი იმედა აგიხსნი მარტივად რუსეთის ინტერესი არ არის ქართულს ყავდეს ჯარი რუსეთის ინტერესი არ არის გასული ჯარის კაცები ყავდეს არ ყავდეს შეერაგება ვინ გითხრა რომ მაგრამ ყველასთვის უჩვეულობას არა ნუ დავასრულებ უბლოკო სტატუსი ნიშნავს ინდოეთის მოდელი ჩვენ არ გიორგი ინდოეთის მოდელი ჩვენ არ გამოგვადგება ჩვენ არა პროგნოზირებადი აგრესიული შოვინისტი მტერი რომელსაც ეს არის რუსული კურსი ასე მიაჩნია ირაკლი ღლონს მე დაგიბრუნდები და უნდა განმარტოთ მე თქვენი არგუმენტებით არის თუ არა ეს ასე ანუ შეფარული რუსული ინტერესების გატარება მანამდე მე მინდა გადმოვიდე ხა
ხა რუსეთზე საუბრობდით თქვენ ირაკლი და გადმოვიდეთ ცენტრისტების ახლად შექმნილი პარტიის ლიდერთან თემურ ხაჩიშვილთან რომელიც პირდაპირ რუსულ პენსიებს გვპირდება უკვე ქართულ რეალობაში გვპირდება რუსულ პენსიებს და ოდნავ მოგვიანებით მას მერე რაც თემურ ხაჩიშვილს მოусმენთ მე მინდა მერაბ მეტრეველმა ასეთ შეკითხვაზე გამცეს პასუხი რატომ დაიწყო ასეთი ღია ანტიდასავლური რიტორიკა უკვე ქართულ პოლიტიკაში ადრე ეს უფრო შეფუთულად ხდებოდა ხოლმე გისმენთ ბატონო თემურ მოგესალმებით თქვენ სტუმრებს მაყურებელს შევერთდებით მილოცვას ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აუცილებლად ულოცავ ამერიკელ ხალხს ერთს ვითხოვ რომ იმედია ჩვენი დისკუსია იქნება ერთმანეთის პატივისცემით იმიტომ რომ აი ეს რაც ახლა მოვისმინე მე ცოტა არ ვარ კლასიკური პოლიტიკოსი და არ ვარ მიჩეული ასე ერთმანეთის მოგიწევთ თუ იქნებით პოლიტიკაში ასე რეჟიმში აუცილებლად არა იმედია რომ ერთმანეთს ვაცლებ კი რა თქმა უნდა ერთი რამ მინდა ვთქვა რომ აი ძალიან სამწუხაროა რომ ხო ჩვენთან ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოდის გასაწევრიანებლად და ყველასთან მიწევს იმის მტკიცება რომ ამერიკა და ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი არ არის საქართველოს მტერი. ისინი არიან ჩვენი მეგობრები, მაგრამ ჩვენ უნდა ავირჩიოთ სტრატეგიული პარტნიორი რუსეთი. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება ქალბატონი ნინოს და ბატონი გიორგის პოზიციას და მათი პარტიის პოზიციას. ეს არის უტოპიური იდეა. რატომ? იმიტომ რომ თქვენ ეუბნებით რუსეთს, რომ მან გაიყვანოს ბაზები აფხაზეთიდან და ოსეთიდან და ამის შემდეგ სოფლიო რაღაცნაირად შეთანხმდება და როგორც კი ეს გაკეთდება, როგორც კი ამ პოზიციის დავამთავრეთ ბატონო. როგორც სოფლიო რაზე უნდა შეთანხმდეს, ჩვენ ამაზე რომ თქვენ წეგან ამბობდით, რომ სოფლიო უნდა შეთანხმდეს, ჩვენ ვიქნებით მე ვთქვი ეს სიტყვები გადაახვიეთ, თუ შეიძლება რომ სოფლიო უნდა შეთანხმდეს და ამის იმედი გვაქვს ჩვენ. დამიდასტურეთ. სხვა საკითხი არ მეთანხმებით, მაგრამ საკითხი რეჟიმში გადავიყვანოთ კონფრონტაცია, რომელიც არის. ამდენ ხანში გინდა ტერიტორიულ მთლიანობა დაამთავროთ, იმიტომ რომ მე ხაზს უსვამ ის რაც ხაზს რაც ხვალდი გავაკეთეთ მაგამბობს. ხაზს რასაც უსვამ ერთი თვის წინ გერმანიამ ცნო სომხეთის გენოციდი ოსმალეთში და არაფერს არ აკეთებს სომხური ლობი სომხეთის ევრაზიული კავშირიდან გამოყვანაზე და სომხეთიდან ბაზების გამოყვანაზე. მას ეს შეუძლია ერთი ხელის დაკვირით გააკეთოს. ის რაც თქვენ ამბობთ იდეას ეს არის დროში გაჭიანურებული, როდესაც რუსეთი არასოდეს ამაზე უარს არ იტყვის და თუ ჩვენ ამ იდეას დაუბრუნდებით და საქართველოს მოსახლეობა დაიწყებს ამაზე ფიქრს და პოლიტიკოსები დაიწყებენ ამაზე მოქმედებას. მე გარწმუნებთ რომ საქართველოს რამდენიმე ნაწილად დაიგლიჯება უახლოეს პერიოდში. მე პატივს ვცემ იმ კურსს რაც შეეხება დასავლეთისკენ სწრაფას, უბრალოდ დასავლეთი თვითონ ვერ გვიღებს ნატოში, ვერ გვიღებს ევროკავშირში. ჩვენ საქართველოს მოსახლეობას და ქართულ ხალხს არ აქვს იმის ფუფუნება რომ კიდევ ბატონო ჩემო მე მინდა რომ თქვენ რაც ითხოვეთ შეიძლება წეგად ძალიან რომ არ დებატების რეჟიმში შემოსვლაო მე ამიტომ ბოდიჟით მაგრამ არა სიტყვაში გააგზავნეთ ბატონო ირაკლი თქვენ ხო იმის არ მოხვედრით რომ მე საზოგადოების გასულ ეთერიდან არ არ გაქვს მიზანი რომ მე არ მაცადოთ რა თქმა უნდა მაშინ მაცადეთ ჩემი მიზანია რომ დასავლეთთან თხილი ურთიერთობა გქონდეს ერთმანეთის მოსმენა მე დავამკვიდრებ ამ კულტურას ვისწავლოთ ერთმანეთის კარგია თქვენ თუ ამბობთ დავამკვიდრებთ ერთად თქვენთან საქმე არის იმაში რომ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება კიდე 25 წელი ვაკაკუნოთ და ერთი რამ მინდა კიდე ევროკავშირში და ნატოში და ამიტომ უნდა დავიდეთ რუსეთში და ამიტომ არა თქვენ პირველ რიგში აპელირებთ პენსიით. მე ვაპელირებ. როგორ არ ვაპელირებ? ეს არის თქვენი მთავარი დაპირება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი დაპირება. ჩემ მთავარ დაპირებაში ჩვენ ერთი წუთით მათქმევინეთ. არა, თენ საქართველოს აქვს დიდი კითხვის შეიძლება გასტიჟნავს ეს. შეიძლება 832,000 პენსიონერი გვყავს საქართველოში და ყველა ვისაც სურვილს გამოთქვას მაგრამ უნდა გახდნენ? ვაცადოთ. ხო შეიძლება ვაცადოთ. კაი, ნუ მაცდით. რუსეთის მოქალაქეები უნდა გახდეთ ბატონო. თქვენი საუბარი. არა, კონკრეტულად ვითხარით, აი იმიტომ რომ ვამბობთ როგორ თქვა. რა საინტერესო წავიდა. თუ არ მათქმევინეთ როგორ თქვა. საქმე არის სხვა რამეში. მე ვამბობ რომ პირველ რიგში ეს არის დევნილების დაბრუნება და ტერიტორიული მთლიანობა. აი მე ხო დავამკვიდრე ერთი ეს არის პირველი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება უვიზო რეჟიმის რომელიც არსებობს რუსეთის, ყაზახეთის, სომხეთის და ევრაზიის კავშირი არ არსებობს, ეგეთი რამ ძალიან გთხოვთ. არ არსებობს ეგეთი კავშირი, ჯერ ესეთი. როგორიც არსებობს უქმნით ამის ილუზიას და არასწორ დამოკიდებულებას. NDI და აირაი ხო არ აღართ, რომ საზოგადოებაზე ეუბნებოდნენ კვლევებში, რომ ევრაზიაში გაწევრიანება გინდა თუ არა. ეგეთი კავშირი არ არსებობს. არის საბაჟო კავშირი 4 სახელმწიფოს შორის, რომელიც არის საბაჟო კავშირი და არავითარი ევრაზიული სახელმწიფო და კავშირი არ არსებობს.
გჭირდება. ძალიან გთხოვთ, ნუ უქნით საზოგადოებას არასწორ ილუზიებს და მივიღეთ ევრაზიულ კავშირში შევიყვანთ ქვეყანას, ევრაზიულ კავშირში შევიყვანთ. გიორგი, მოდით დასავლეთის მოქმედებას, როდესაც იყვნენ ნაციონალური მოძრაობა და ეხლა იქიდან გამოყოფილები გახდნენ ეს რაკია. ვიტომ შეიძლება მერაბთან უნდა გადავიდე, მერაბ რა სიტყვით? უკაცრავად. თქვენ შეიძლება პრორუსი ხართ, მე ევროატლანტიკური სკეპტიკოსი ვარ, მოდი ასე ვთქვათ. თქვენ შეიძლება პრორუსი ხართ და მართლა საქართველოს 832,000 ადამიანი გიდათ საქართველოს პენსიონერები გახადოთ რუსეთის მოქალაქე. ანუ ევროატლანტიკური სკეპტიკიზმი ნიშნავს თუ არა პრორუსულობას. თქვენ შეგიძლიათ ალბათ გინდათ რომ საქართველოს ტერიტორიული დამოუკიდებლობის ნიველირება მოახდინოთ. არ ვიცი, გავაერთიანოთ. რა ვიცი, როგორც მაგალითად დაღესტანი არის, ისეთი რესპუბლიკა გავხდეთ რუსეთი. ჩვენ ამას არ ვამბობთ. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ჩვენთვის წითელი ხაზი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მისი აღდგენისთვის წამოვაყენეთ ის ინიციატივა, რომელიც სწორედ უბლოკო სტატუსს გულისხმობს. კონფრონტაციის მშვიდობიან რეჟიმში დიალოგის გადაყვანას გულისხმობს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის წინაპირობის შექმნა. აბა თქვენი საქმე არის იმის მიგზის დაგვა, ხო? 832,000 ქართველის რუსეთის მოქალაქედ გადაქცევა, რომ პენსია მიიღოს. ნებითაც არა? მოიცა იქნებ შევთავაზოთ რუსებს რომ მოდით პირდაპირ შემოდით დაგიხარით. მოგვეცით მე რუსული პენსიები, ძალიან გთხოვთ რა. ეგეთი არა ადეკვატური ხარ შეიძლება. ესე იგი შაშოშია ხარ. ისმაისმე რაღაცა რუსეთის პენსიის ოდენობის პენსიას გადარჩენით. რა რუსეთის პენსია რას მოგერაგოთ? რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ისეთი როგორცა გასაგებია სტრატეგიული პარტნიორობა, გასაგებია თანამშრომლობა, რა პენსიები რუსეთის. ერთი წუთით. ეხლა თქვა გიორგი ახვლედიანმა თქვენ გითხათ რომ თქვენ ხართ პრორუსი, მე ვარ ევროატლანტიკური სკეპტიკოსი. აი ნიშნავს თუ არა ეს სკეპტიციზმი მერა პრორუსობას და როგორ ფიქრობ, რატომ დაიწყო ამ არჩევნების წინ ღიად ანტიდასავლური რიტორიკა ქართულ პოლიტიკაში? კი ბატონო, დაიწყე ბოლოდან, დაიწყო იმიტომ რომ ყველა ცდილობს თავის ნიშა რაღაც იპოვოს და ხედავს ადამიანები რომ ეს ნიშა არის цаრიელი და ამ ნიშას ცდილობა რომ მოერგო, ძალიან მარტივი გათვლა არის. რაც შეეხება ხა გიორგის და ბატონ თემურის განცხადებებს, ხო, ხა ბატონ თემურის პოზიცია პირდაპირ ვიტყვი არის მოღალატეობრივი ჩემი აზრით, იმიტომ რომ მოღალატეობრივი არის ის პოლიტიკა, რასაც თქვენ ყველა თქვენგანი 25 წელი ატარებთ. იმიტომ რომ ნუ არა, მე რა მხოლოდ ერთი თვე არაც პოლიტიკაში წავიდა, ანუ 25 წელი განცხადება რომ შევიდეთ, თქვათ რაღაც ევრაზიულ კავშირში, ნუ ჩემთვის ღალატია ეს სამშობლოს ღალატი. არა, სამშობლოს ღალატი ხარ, ხო, მოღალატეობრივი პოზიცია, ანუ როგორც აი ტერთან რა ქვია, დაწოლის პოზიცია. დაწოლის პოზიცია რა. თუმცა ბატონი თემური გაცილებით გულწრფელია ვიდრე ბატონი გიორგი, ხა ის პირდაპირ ამბობს რომ ის არის პრორუსი და ჩემთვის შეიძლება ეს მოღალატური პოზიცია ვიღაცა შეიძლება ამორჩეულს მოეწონოს, ხო? ბატონი გიორგი ბატონი არა, არაფერი არ მინდა. აი ამასაც მოვეცა გიორგი. ბატონი გიორგი მე რა მეტრეველს შორის ძალიან საინტერესო დებატები. ერთი წუთი მახრებს უნდა უთხრა რატო ეს ტელეკომპანია იმეჩი ჩვენ სამივე ვიყავით ერთმანეთის კოლეგები და ეხლა მე ძალიან დიდი ეხაც კოლეგები ვარ. ველოდები როგორ განვითარდება თქვენ შორის. მე საერთოდ შეფთულაში კონკრეტულ გიორგის არსებობს, საუბრობ იმ პარტიებზე, მის ჩემზე რომ საუბრობ ჩემ პარტიაზე საუბრობ ეგეც პარტიებზე, რომელსაც აქვს ასეთი პოზიცია, კიდევ არის მაგალითად ირმაინაშვილის პარტია, დაახლოებით ეგეთი პოზიცია. შეფარულად პრორუსები არიან. იმიტომ რომ ისინი თქვათ როგორც ბატონი თემური ღიად არ ამბობენ რომ რაღაც ევრაზიულ კავშირში შევიდეთ რაღაც ასე შემდეგ, გვთავაზობენ ხო უბლოკო სტატუსს. რაზეც თუ არსებობდა გაგიკვირდეთ, აქ ბატონ თემურს უნდა დავეთანხმო და უთხრა ზუსტ ბატონ გიორგის რომ ეს არის წყლის ნახვა და უტოპია. მიგზის ნახვა მითხარით რომელია და დაგიჯერებთ. აბა 25 წელიწადი რასაც აკეთებ. 25 წელიწადია ნახავთ რაღაცას. მაგრამ 25 წელიწადია საქართველოს ინტერესის დანგრევის გარდა არაფერი არ გამოვიდა. ვაცადოთ მოდით მე რას ვარ. თქვენ რას ნახავთ ის მითხარით? წყალს არ ნახავთ. მალე ბაჟის გააკეთე. თქვენ წყალს არ ნახავთ. მოდით ისე რომ დაგემტრათ მთელი ქვასანაკი. მოусმინოთ მე რას მოусმინოთ. გისმენთ. ეს არის ამორჩეულის მოტყუება უბრალოდ და მეტი არაფერი, ის განცხადება რომ ჩვენ თუ ახლა ვარს ვიტყვით ნატოზე, ჩვენ ტერიტორიული მთლიანობა როდესმე აღდგება. და შემიძლია უბრალოდ მაგალითები ჩამოგითვალოთ, დავიწყო აზერბაიჯანით და დავამთავრო უკრაინით. აზერბაიჯანს ზუსტად ასეთი სტატუსი აქვს, ზუსტად უბლოკო სტატუსი, მაგრამ მის ტერიტორიულ მთლიანობას არაფერი ეშველა. უკრაინა როცა მოვიდა იანუკოვიჩი პირველი რაც თქვა, იქნა იყო ნატოზე თქვა უარი, მაგრამ
ნატოზე უარის თქმა რუსეთისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და როგორც კი ასოცირების ხელშეკრულებაზე დაიწყო საუბარი, არა თუ ევროკავშირის შესვლაზე. ასოცირების ხელშეკრულებაზე კი დაიწყო საუბარი, ატყდა პრობლემა, მე ამ პრობლემა რუსეთმა შექმნა პრობლემა, ამ პრობლემას მოყვა მაიდანი და როგორც დამთავრდა უკრაინა, ხედავთ, უკრაინა იყო ნატოს გარეშე, მაგრამ ამის მიუხედავად უკრაინამ მიიღო ის ომი, რაც მიიღო. ვერც ნატოზე უარის თქმა ვერ უშველა მას. იგივე არის მოლდოვა, მესამე მაგალითს ვიტყვი. მოლდოვასაც უარი აქვს ნათქვამი ნატოზე, უარი აქვს მოლდოვას ნათქვამი ნატოზე, მაგრამ გეოპოლიტიკური დავასრულებ თუ შეიძლება. დავასრულებ თუ შეიძლება. დავასრულებ პარტიაში დავასრულებ თუ შეიძლება. გეოპოლიტიკის და საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალისტი. საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალისტი პარტიაში ყავს გიორგი რუხაძე, რომელიც დემოკრატიული მოძრაობის საერთაშორისო დივანიც იყო, როცა ჩვენ ყველა ერთად ვიყავით. დავასრულებ თუ შეიძლება. მესამე მაგალითი ეს არის მოლდოვას მაგალითი. უფრო არასდროს მიდიხართ აბსოლუტურად. ერთი წუთი დავასრულებ. რომელსაც ასევე უარი აქვს ნათქვამი ნატოში გაწევრიანებაზე, მაგრამ ვერც მისი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ვერ მოგვიანებით. მოლდოვაზე. არც ერთ ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც თქვა უარი ნატოზე, მისი ტერიტორიული მთლიანობა ვერ მოგვარდა. ეხლა განვიხილოთ მაგალითად ბალტიისპირეთის მაგალითი. სამივე ქვეყანას, რომელიც არის ნატოში, არც ერთ ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა არ აქვს. აი ეს არის ნათელი მაგალითი, რა მოაქვს ნატოში შესვლას და რა მოაქვს ნატოზე უარის თქმას. ეს მაგალითები, რომელიც არის ცოცხალი მაგალითები, არ ვიცი ახლა გიორგი რაზე საუბრობს. ანუ ეს არის საარჩევნო ეს არის უბრალოდ თემა, ეხლა მე მოგცემ სიტყვას და პოპულიზმი, ეს არის უბრალოდ ტყუილი, როცა ჩვენ ვამბობ, რომ ჩვენ თუ ვიტყვით უარს ნატოზე, მაშინ რატო არ აღდგა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა? რატო არ აღდგა მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობა? ლატვიაში 40% ცხოვრობს რუსული მოსახლეობა, რუსულენოვანი მოსახლეობა. მაგრამ ლატვიას არ აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. კარგით, მე რა, მოდით გადავალ გიორგისთან ნატოს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრი. ეხლავე აღნიშნე მე რა არის საქმე და რა გასცეს პასუხი ირაკლიდან რა კავშირია და როგორ შეიძლება დაკავშირება საქართველოსი და ამ სახელმწიფოებს. პირველი, რაც შეეხება აზერბაიჯანს. აზერბაიჯანს კონფლიქტი აქვს ასევე სუვერენულ სახელმწიფო სომხეთთან, რომელთანაც აქვს კონფლიქტი და 99 თუ 10 წელს მოხდა ის, რაც მოხდა ყარაბაღში და ერთმა სახელმწიფომ წაართვა მეორე სახელმწიფოს ამ შემთხვევაში ტერიტორია. არა, გასაგებია. შენი სახელმწიფოს ტერიტორია. სხვა კონფლიქტი გვაქვს. ჩვენი შიდა ტერიტორია შიდა პრობლემა, შიდა კონფლიქტი ქონდა. ერთი წუთი რა, დამასრულებინე. საქართველოს, აფხაზეთის და რუსეთის თემატიკა არის აბსოლუტურად განსხვავებული. ძალიან ერთი წუთი რა, არც ერთ არ მოგცემ სიტყვის დასრულების საშუალებას. არც ერთ არ მოგცემ სიტყვის დასრულების საშუალებას თუ მე არ დამასრულებ. ესეც უკვე არასწორი პოზიციონირება. აბსოლუტურად განსხვავებული თემატიკა არის აზერბაიჯანის სომხეთის კონფლიქტი და საქართველოს აფხაზეთის. საქართველოს რეალობაში მითხარი. ეს ორი სუვერენიტეტური. აი, წარმოიდგინე, მე ხა ნინო ბურჯანაძეს დავუსვი ეს კითხვა. ფინეთის მაგალითს გეტყვი. ფინეთზე ილაპარაკა იდეალური მაგალითი. ეს არის სახელმწიფო, რომელმაც მთელი საბჭოთა კავშირის განმავლობაში მოახერხა თავისი ძალიან სერიოზული პრობლემების თავიდან აცილება, რომელიც შეიძლებოდა მას შექმნა. რა ნაწილზე თქვა საკუთარი ტერიტორიების ფინეთმა? ფინეთმა თქვა უარი საკუთარ ტერიტორიებზე. მან თქვა ნატოზე საკუთარ ტერიტორიებზე არ თქვა უარი. ფინეთმა თქვა საკუთარ ტერიტორიაზე თქვა. კი მოხდა ომი იყო. ხო და მაშინ შეთუ მზადხარ რომ საკუთარ ტერიტორიებზე უარი თქვა ეს სხვა საკითხი. ანუ მე რა ფინეთი გახდა კეთილდღეობის მაგალითი დღეს ევროპაში. იმიტომ რომ sakუთარ ტერიტორიაზე არ თქვა ერთი მესამედი საკუთარ ტერიტორიაზე უარი. ძალიან ხო და ეს საკითხები ძალიან კურილის კუნძულებზე ვილაპარაკოთ ახლა. და იაპონია ნატოში შევიდა. საქართველოს ფინეთი რომ ძალიან ხო. უკრაინა სინიაც ხო მაგალითია და პირიქით ხდება. ყველა მაგალითია გიორგი. საქართველოს ასეთი ამბობდა. უკრაინამ როდესაც ნატოში გაწევრიანების მაგივად გამოაცხადა, უბრალოდ თქვა რომ უბლოკო სტატუსი აღარ გვინდა და დაიწყო საუბარი ნატოში გაწევრიანებაზე, ახალმა ხელისუფლებამ. როგორ არ დაიწყო? არასწორად ატევნე თქვა გიორგი. მე დაიწყო საუბარი, რაც მოხდა უკრაინაში. მოლდოვაში. მოლდოვა ამ პოზიცია, ეს პოზიცია. ეხავე, გადავდივარ ყველაფერად ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დღეს რეფერენდუმი ჩაატარა, რომ რუმინეთს შეუდგა. მადლობა გიორგი, მადლობა მე რა ქვეყანას ხარი გიორგი საქართველოს საშუალება რომ წავიდე. არც ერთ სიტყვას არ დაგავთავრები. არა, შენ ვერ გადაწყვეტ ამას გიორგი, მე უნდა გადაწყვეტო. არა, ნუ შეუძლებელია. მე ხარო ძივარ უსმენი დემაგოგიას თურმე ეს ყველაფერი არის ამ შემთხვევაში ტყუილი თურმე ეს ყველაფერი 25 წელი გაგვეჭიმება თურმე პენსიები უნდა დაურიგოთ რუსეთში უნდა შევიდეთ იქ პენსიები უნდა მივიღოთ ეს არის ეფექტური თურმე 25 წელიწადი კიდე უნდა ვიკებინოთ ნატოს ადგილი და ნატოს კარები და ვაკაკუნოთ და ვაკრაჭუნოთ და ვაფხაჭუნოთ იქ და თუ თურმე ეს ყველაფერი არის სწორი პოლიტიკა სახელმწიფოსი რომელმაც 25 წლის განმავლობაში ყოველ 4 წელიწადში დაგვაკარგინა ახალ-ახალი ტერიტორიები და თურმე იმაზე საუბარი რომ რუსეთთან არსებული ჩვენი სახელმწიფოს პრობლემები
შევეცადოთ და ახლებური კონფრონტაციის მაგრამ დიპლომატიური გზებით დავიწყოთ. თქვენი 25 წლის განმავლობაში თქვენ რაც აკეთეს ამ სახელმწიფოში 25 წლის განმავლობაში ეს აღმოჩნდა არასდროს 25 წლის განმავლობაში ახალი და ახლა ვსაუბრობთ ჩვენ. უკაცრავად ერთი რაც უფრო მეტი საუბრობთ მაყურებელი უფრო დაგიჭირთ. თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან ჭკვიანურსაც საუბრობთ რომ მაყურებელს გაიგოთ. ეხლა თქვენ თუ იმაზე ტყვით რომ გინდა თუ არა პესები უნდა ვიყოთ რუსული და 832 წელი რუსეთში უნდა გადავასწროთ. ურთიერთმოსმენის კულტურა არ აქვს. კაპიტულანტობა. ურთიერთმოსმენის კულტურა. სახელმწიფო ინტერესების დანგრევას ჩვენი ქვეყნის მე ნუ ტერიტორიაზე მეუბნებით მე წეღარ მინდა დამოუკიდებლობა მე პოზიციას არ ვითვალისწინებ რა მოღალატებს არ გეძახით ამის გამო ამიტომ პირველ მე მოღალატებს ამ შემთხვევაში ერთი წუთით რა ერთი წუთით რა აუბედურობა ეს შეცდომითი ან ოჯახში არ გაიზარდეთ ან ჟურნალისტი არ აცადეთ ერთმანეთს ძალიან ხილად ეხლა ხილად თქვენი ოჯახებთან დაკავშირებით ხილად იმიტომ რომ ისაუბრეთ და სხვას აცადეთ საუბარი სხვას აცადეთ საუბარი დროში ვსაუბრობ საუბარი აცადეთ საუბრის დროში ვსაუბრობ და მე თქვენთვის არ მიკადრებია კიდე ის რაც ამ შემთხვევაში თქვენი პოზიცია და წარმოჩენილი გამარტავ მაშინ ინგა რატო ახსენე სიტყვა მოღალატებრი ამას დეში რომ ქვეყანას არ ეშველება ზუსტად ვიცი თუ შეიძლება გადავდივართ თემუხაჩიშვილთან და ირაკლის აი ეს 25 წელი რასაც ამერიკა შეუერთდა თქვენგან გასხვავებით საქართველოში არ ყოფილა ომი რომელიც არ მიომია ეს ერთი და ის ბიჭები იმიტომ არ ჩაწვენილა მიწა ზუსტად ისინი რომ წვანან მიწა ერთი წუთით რომ ეს არ გაგრძელდეს. კარგით. ეს არ გაგრძელდეს იმიტომ რომ რუსეთის გარეშე საქართველოს პრობლემა არ გადაწყდება. მოგცემ სიტყვას მე რა დაასრულე. აი გიორგი. მე ჩააწყვეთ იმ ამერიკასთან და რუსეთთან შევძელი. ამის თქმა მინდოდა ზუსტად. თქვენ ამერიკასთან შეძელი. ბატონო ინგა. ამის თქმა მინდოდა ზუსტად ის ბიჭები რო ჩაწვა მიწაში. ჩაწვა რუსეთთან ომში. და დღეს როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ევრაზიულ კავშირთან დაბრუნდეთ ჩვენ საბჭოთა კავშირიდან ვიომეთ რომ გამოსულიყავით 9 აპრილი ომი იყო მეტი არაფერი მერე ვიომეთ სამაჩაბლოში მერე ვიომეთ აფხაზეთში ეს ყველაფერი იყო რუსეთთან ომი და ეს ბიჭები რაზეც თქვენ ბატონ თემურ საუბრობთ სადაც თქვენ მომობდით იყო რუსეთის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ომი იყო რუსეთის სააკაშვილი დანაშაულებრივი დღეს რუსეთში დაბრუნების შეთავაზება არის ამ ბიჭების შეურაცხყოფა ამ ბიჭების შეურაცხყოფა არის ბატონ თემურ არის სწორედ შეურაცხყოფა. ამიტომ არის ეს მოღალატობრივი პოზიცია. მინისტრიც ვიყავი, მოადგილეც ვიყავი და კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი იმ ომის და როდესაც მე ვიყავი მინისტრი, არც ერთი სანტიმეტრი კიდე ერთხელ გინო არც ერთი სანტიმეტრი მიწის არ დაკარგულა და მე გადავდექი 11 სექტემბერს. ერთი წუთი. დავწერე 11 სექტემბერს გადავდექი. და ჩააბარა მე ხელისუფლება. კითხვა უნდა დავსვა მაშინ. ჟვანიამ რომელიც ერთი წუთი მისი ხელმძღვანელი იყო თუ არა ვინმეს პარტიის წევრი მოდით ეს ცოტა ხანი გვერდით გადავდოთ თქვენ ბძანეთ რომ მე დავწერე განცხადება ერთი წუთი. თქვენ დაწერეთ თუ არ დაწერეთ განცხადება ის ბიჭები მერაბის ნათქვამს თუ შეიძლება რაღაცნაირად გავაგრძელებ შეეწირენ ოკუპანტთან ომს 2008 წელს უამრავი ადამიანი შეეწირა ოკუპანტთან ომს ამ დროს ბატონო თემურ შემოთავაზება იმის რასაც ვისმენ თქვენგან არის თუ არა მოდით უხეშად გავიმეორებ მე რაც მერაბმა თქვა ოკუპანტთან დაწოვა არა რატომ არა და თქვენი პასუხის მე ირაკლის ვაძლევს პირიქით იმიტომ რომ ოკუპანტთან დაწოლა არის ის, რაც მოხდა 2008 წელს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ხელშეკრულებაში მოსახლეობასთან კონკრეტულად წერია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია ერთ წელიწადში. ტოლვილების დაბრუნების პროცესის დაწყება შესაძლებელია უახლოეს დღეებში. თუ თუნდაც დღევანდელი ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მუდმივი მსხვერპლი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მუდმივად რწყავდა ამ რუსულ-ქართულ ურთიერთობას. არის დანაშაული და მე მინდა ეს დანაშაული შევწყვიტო, რომ ანალოგიური არ გაგრძელდეს. სხვა წეგან ახსენეს სომხეთი და აზერბაიჯანი. სომხეთმა აირჩია სწორი გეზი, შევიდა SNG-ში, დააკანონა რუსეთის სამხედრო ბაზები და მას არ აქვს ტერიტორიული პრობლემები. აზერბაიჯანმა აირჩია სხვა გზა, გამოაცხადა ხან ნეიტრალიტეტი, ხან უბრალოდ დამკვირვებლის პოზიცია და დაკარგა თავის ტერიტორიები და მიიღო ის უბედურება მილიონზე მეტი ტოლვილით. გადავდივარ ირაკლი ღლონთან. ირაკლი, მე თქვენთანაც მინდა გავიმეორო შეკითხვა, რომელიც წეგან მერაბს დაუსვე. რაღაც ისე მოხდა, რომ 2016 წლის არჩევნების წინ ყველაზე ღიად მიდის საუბარი იგივე რუსულ ინტერესებზე. რატომ? აი ახაც აქაც მიდის ხმების გაყოფა.
ანუ გიორგისა და შენ იცი რომ ძალიან გიორგისა და თემურ ხანჯიშვილის არა გიო მე უკვე გეტყვი გიორგი ვაცადოთ გიორგი მოდი ვაცადოთ საქართველოს იქნება იმით ვარ მიდივარ საზღვარგარეთ კომფორტში და იმით ვარ თქვენ ერთად პოლიტიკურ ასპარეზზე მოусმინოთ და გაძლევთ ეხლა ამიტომ გითხრათ ჩემი შეფასებით მიუხედავად ჩემ და გიორგის შორის არსებული კეთილგანწყობილი და მეგობრული ურთიერთობისა მე ვფიქრობ რომ არაფრით არ განსხვავდება ბატონი ხაჩიშვილის თითქმის არ განსხვავდება თან გულისკივილი მინდა თქვა ქავტოინო ბურჯანაძე ძალიან მაგრად იბრძოდა დასავლური ორიენტაციისთვის საქართველოში და ამას მე ვერ დაუკარგავ მაგრამ დღევანდელი მათი პოზიცია პოლიტიკური გაერთიანების არ გრძელდება თქვენი პოზიცია თქვენი განცხადებები თუ ბატონი ხაჩიშვილი გულწრფელია თავის განმავლობაში გიორგი დაამთავრებინე რა ძალიან დაამთავრებინე თუ ბატონი ხაჩიშვილი გულწრფელად ვაშკაცურად თავისი აზრი რომელიც მე არ მომწონს ვერ მივესალმები წინ დაუდგები ყველაფერს გავაკეთებ ხელი შეუშალო კანონიერ გზით კაცი გულწრფელად გამოდის და რუსულ პენსიას გთავაზობ ეს არის შეიძლება ბიზნეს პროექტი გიომაცალი ეს არის შეიძლება რუსული პროექტი ან რუსული ბიზნესი იქიდან იღებს დაფინანსებას ეს ჩემი საქმე ამ დღეს არ არის მაგრამ გიორგი რასაც თქვენ ახლა საუბრობთ ეთერში მე არ გწავალ გუშინ წინდელზე ხო თუ ის კაცი გვეუბნება პენსიას თქვენ ამბობთ დანამატს. გასხვება არაფერი არ არის. აი ის თუ თავაზობს ბატონი ხაჩიშვილი პრემიას არ გეტყვი ეხლა დანამატია რუსული დანამატიანი შეგა შემოთავაზებული რომ საქართველოს გაწყვიტოს ურთიერთობას გიორგი დამასრულებიდო მეც მაგარი ხმა მაქვს. გიორგი შესაუბრო ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაუარესებას როგორც ბატონი ხაჩიშვილი და მე არ განსხვავდებით თქვენ არ განსხვავდებით პოლიტიკურად ერთმანეთისგან და შეიძლება საკითხი მე ძალიან გული მწყდება მე მინდა საზოგადოებას მივმართო და შეიძლება დავიქე აი ეს არის სპექტრი პოლიტიკური რასაც ჩვენ გავაზობთ მე მინდა ჩამოყალიბდეთ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა გვაქვს 1478 წლიდან და მოდი მარტო ფინეთი მოლდოვა და ის კი რომელიც მერაბა აბსოლუტურად სწორად დაასახელა 1478 წლიდან გვაქვს ურთიერთობა და არასოდეს არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა რუსი ქართველის მეგობარი არა მარტო სახელმწიფოები კი არა თითქმის დღეს რუსეთი მე ამ ეთერში ვთქვი დღეს რუსი მოქალაქე არ მეშინია ვისაც უნდა იმას ეწყინოს იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ჩემი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე ჩემი სიტყვები ვდგევარ დღეს და მეტი არ შემილია და ამ ფორმით გამოხატავ თვითონ რუსეთის მოქალაქეობაშია მოქალაქეების პრობლემა ჩვენთან დამოკიდებულებით პუტინმა ყველაფერი გააკეთა ამ ძალიან მაგარმა კგბ-შნიკმა ააშენა კგბ-ს დანგრეული სისტემები გააძლიერა და ხალხში მიიტანა ის რომ რუსი არის ყველაზე მაგარი რუსი არის ყველაზე წარმატებული ამ დროს რუსი არაფერიც არ არის ამიტომ ჩვენი ქართული სახელმწიფოს არჩევანი და სტრატეგიულ პარტნიორობას ბატონო თემო თქვენ რომ ბრძანეთ რომ სტრატეგიულ პარტნიორობა ჩვენ გვყავს ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები ამას ალტერნატივა არ აქვს ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ შეცვლით აი ვერ შეცვლით მაშინ მოგიწევთ გადაგვიაროთ თუნდაც ძველი ნაცადი არა პირდაპირ გეუბნები ვერასოდეს ვერ შეცვლი მაგას სანამ ირაკლი ყლონტი ცოცხალია ვერა პეტროველი ცოცხალია მე ვიცი რომ ინგა გრიგოლია ცოცხალია გამორიცხე პირდაპირ ეთერში გეუბნები არც ეცადოთ ამერიკა არის ქართული სახელმწიფოს უალტერნატივო პარტნიორი და რის გარანტი იცი რომ ქართული პენსიები გავცეთ თუ შეიძლება დავასრულოთ ხო მოსახლეობას ერთად გეუბნებით მეც იმ ნაწილთან რომელიც ფიქრობს რომ დასავლური კურსი არის ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო გზა და მე მინდა გითხრათ ამერიკასთან პარტნიორობა მე მეუბნება და ჩვენ მეუბნება რომ შეგიძლია დაერჩიე სწორი და მართალი ხელისუფლება აერჩიე არა ხადური არამედ აერჩიე სწორი ფინანსისტი აერჩიე არა კორუმპირებული კუმსიშვილი არამედ აერჩიე კარგი ეკონომისტი აერჩიე კარგი პრემიერ-მინისტრი და მართეთ პარლამენტში ყავდეს არა ნიშნიარიძე კოპალიანი და მსგავსი ტიპები ბოდიში ამ სიტყვაზე არამედ გონიერი ლიდერები და გონიერი პროფესიონალები თუ შეიძლება ვიტყვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი ამერიკა და ევროპული სივრცე საქართველოს თავაზობს ჩვენ თავაზობთ და მე პირადადაც სიამოვნებით ვიღებ ამ გამოწვევას რომ მე და ჩვენ გავცეთ ქართული პენსია გავცეთ ქართული დანამატი გავცეთ გავაშენოთ ქართული ბიზნესი და მართლა გადავარჩინოთ ქვეყანა. რუსეთი გვეუბნება, მოდი ჩემთან არა ეკონომიკა, არა ჯარი, არა არაფერი, არა ღირებულებები, არა ენა და მოგცემ პენსია. არ მინდა ესეთი პენსია. მადლობა ირაკლი. გადაცემაში რეკლამა უნდა გამოვაცხადო, მაგრამ რეკლამამდე თითოეულ სტუმარს მინდა მივცე სათქმელისთვის 2 წუთი გისმენ და შემდეგ რეკლამა. ძანეთ გიორგი რუსეთი ამბობს პირველ რიგში ტერიტორიული მთლიანობა დევნილების დაბრუნება, პენსიაც თავისთავად. არ ვიდა, ვისაც არ გინდათ, ნუ აიღეთ. ანუ შერჩევითი იქნება? ვისაც არ გინდათ. აი, მოდი მოდელებზე არა, მოიცადეთ რეკლამის სფერები ვაპარაკოთ, მაგაზე თქვას. მე ხო გაცდით ხოლმე.
უნდა მაცადო ბატონო თემო. ხომ მე არ უნდა მე მაცადო. 29 წელს. მე არ უნდა მაცადო. მე 2 წელია პოლიტიკაში ვარ. მე არ მონაწილეობდი იმ პროცესებში, სადაც თქვენ მონაწილეობდით, ან სხვები მონაწილეობდნენ. მე მაქვს უფლება ვიხმაურო, მე მაქვს უფლება ხმამაღლა დავიცვა და მიგითითოთ რომ ნუ რას უკაცრავად იქნებოდა, სხვა სიტყვებით იქნება, გითხარო. არავითარ შემთხვევაში. ამერიკა არის ჩვენი პარტნიორი, ამერიკა არის ჩვენი მეგობარი და რუსეთი არის ჩვენი მტერი. თქვენ ხართ ჩემი შვილის სტოლა, რა თქმა უნდა, მე არ გაკადრებ. გაგიმარჯოთ ღმერთო. ხმაური არის ბორევაზე, რომელსაც მე თქვენ არ გაკადრებ. ასე მოსახლეობა გადაწყვიტავს დღევანდელ პერიოდში. სააკაშვილის დროს ეს იყო შეუძლებელი, შევარდნაძის დროს ეს იყო შეუძლებელი, დღეს შესაძლებელია რომ ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ. ვინ არის ის მოსახლეობა და მოსახლეობის ის მოსახლეობა, რომელიც მე მინდა ვნახო მოქალაქე, რომელიც იტყვის, კი არ მინდა, არ მინდა რომ ვნახო, მაგრამ მაინტერესებს თუ არის მოქალაქე, რომელიც დღეს საქართველოში იტყვის, რომ მას უნდა რუსული პენსია. ეს რაღაც წარმოუდგენელი მგონია. რატო აპელირებთ პირველ რიგში რუსულ პენსიაზე და არაფერი ტერიტორიულიანობაზე? ტერიტორიულიანობა, ჩემ დაპირებაშია. ტერიტორიულიანობა არ გაინტერესებს, დევნილების დაბრუნება არ გაინტერესებს. ეს ხო ერთი ფორმულაა. რუსეთი ამბობს ერთი წუთით, არ შევდივართ, სომხეთი არსად არ შესულა. სომხეთი არ იღებს რუსულ პენსიას, კაცო, სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობა იღებს რუსულ პენსიას. რუსული პასპორტებია. რუსულ პენსიას. დიახაც ორმაგი მოქალაქეები. მეც სომხეთის მოქალაქეები იღებენ პენსიას. მაგას ვამბობ, ბატონო, და სომხეთი დაპირ თქვა რუსეთის ბაზრაა ეხა სომხეთის აზოლა აბა აიღეს საქართველოს პასპორტები ჩავდაგებით პუტინის პლაკატები კიდევ ერთხელ შემადარებ ამას არ ვიცი სხვანაირად აგებია ხო ამასვინა აი ამ პარტიას კარგი მერაბ მითხარი ერთი წუთით კითხვა უნდა დავსვა მერაბი გასცემს პასუხს და რეკლამის შემდეგ გიორგის პასუხი დავბრუნდებით ფიქრობთ რომ საქართველოში არის ის განწყობა რომ აი ადამიანი ერთი მაინც შეიძლება გამოიძებნოს რომელიც დღეს იტყვის რომ ის რუსულ პენსიაზე არის თარიღდება სამწუხაროდ არის ჩემი აზრით ინგა ხშირად რეგიონებში დავდივარ ჩვენ და რამდენჯერმე შეხვედრივარ ადამიანს რომელიც ამბობს რომ აი მაგალითად ჩვენ ვაშლი გამაყიდინა და საერთოდ არ მაინტერესებს რუსეთს ჩაუბარდები ან მაგალითად ატამი გამაყიდინა და არის ასეთი პოზიციები კი ჩემ და სამწუხაროდ ქართულ ხალხს ისე გაუჭირდა განსაკუთრებით რაიონებში და რეგიონებში რომ ზადარეს რუსეთს ჩაბარდეს ოღონ საკუთარი ვაშლი ატამი გაყიდოს ასეთი პოზიციები არსებობს მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ეს პოზიციები არის უმცირესობაში ამას ყველა გამოკითხვა ადასტურებს შეიძლება რამდენიმე ადამიანი მოიძებნოს ასეთი პოზიციით და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს პოზიცია რაც აქვს ბატონ თემურს შეიძლება არის პოპულისტური რომ აი რაღაცა ფულს ბევრი პენსია გექნება თან ბევრი თქვათ ბევრ ატამს ან ვაშლს გაყიდით რუსეთში ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ასე შემდეგ მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ქართული ხალხი ამას არ დათანხმდება იმიტომ რომ ქართულმა ხალხმა იბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, სისხლით იბრძოლა ამისთვის და აიმას რაც თქვა სისხლით მოვიპოვეთ, ჩვენ ახლა პენსიებზე და ვაშლზე და ატამზე ვერ გავცვლით უკაცრავად რა. კი ბატონო, მოდით რეკლამას გამოვაცხადებ და რეკლამის შემდეგ გიორგი ასეთი პასუხით მინდა დავბრუნდეთ და გავშლით მე ამის კვალდაკვალ დისკუსიას. მე ნინო ბურჯანაძე მყავდა დღის ამბებში ორზე სტუმრად და მან თქვა რომ უნდა დატოვონ რუსულმა ჯარებმა აფხაზეთიც და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიც. როგორ დავიჯეროთ ეს კითხვა მე მასაც დაუსვი რომ ეს შეიძლება იყოს რეალური როგორ დავიჯეროთ რომ ეს ყველაფერი არ არის წინასაარჩევნო და უშუალოდ ქართული ინტერესების შესახებ საუბარი და რუსეთი საკუთარი ნებით მოლაპარაკების გზით წამოვა იმაზე რომ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ასე უპრობლემო დაგვეთმოს რეკლამაა ეთერში ძალიან მალე დავბრუნდებით